2024 წელი. სპელეოლოგები Great Smoky Mountain-ის ეროვნულ პარკში იმყოფებიან და მიუდგომელ ადგილას ხეზე ხედავენ რაღაც საგნებს. თავიდან მათ ეს ფრინველების ბუდე გონიათ, მაგრამ შემდეგ ჭოგრიტებით აკვირდებიან ამ ადგილს და ამჩნევენ, რომ ეს ძვლებია, საკმაოდ დიდი ზომის ძვლები და ერთ-ერთი სპელეოლოგი ამბობს, რომ ეს ნამდვილად ადამიანის ძვლებია, მაგრამ იმ სიმაღლეზე, სადაც ეს ყველაფერი ხდება, ანუ ძვლებია დალაგებული, იქ უბრალოდ ვერ მოხდებოდა ადამიანის გვამი. სპელეოლოგები მიდიან იმ ადგილამდე, სადაც ეს ხე იზრდება, ერთ-ერთი ადის ზემოთ და რას ხედავს. იგი ტოტებისგან გაკეთებული არის თითქოს სპეციალური პლატფორმა, რომელზეც დევს ადამიანის ხერხემალი თავისი მენჯის ძვლით, თავის ქალადებს მკერდის ძვალზე, ხოლო მხრის, წინამხრის, ბარძაყის და წვივის ძვლები ამ ხერხემლის პარალელურად აწყვია. აშკარად ვიღაცამ ეს ძვლები დაალაგა როგორც რაღაც პერფორმანსი, როგორც რაღაცა ხელოვნების, საზარელი ხელოვნების ნიმუში. ჩრდილოეთ კაროლინის მკვიდრი 35 წლის მამაკაცი კრისტოფერ მილსი გამოცდილი ტურისტი იყო. იგი არ იყო არც ექსტრემალი, არც მწვერვალების დამყრობი, უბრალოდ კარგი ჰაიკერი იყო, ანუ ფეხით მოსიარულე ტურისტი, რომლებსაც ბუნებაში სიარული შეუძლიათ, თავის გადარჩენა შეუძლიათ, ცეცხლის დამთება, კარვის გაშლა და ელემენტარული რაღაცები, რაც არ მოითხოვს ექსტრემს. მას ძალიან უყვარდა ბუნება და ასევე ჰქონდა აწარმოებდა თავის ბლოგს ინტერნეტში. მართალია ბევრი გამომწერი არ ყავდა, მაგრამ ვინც ყავდა, ისინი მისი ერთგულები იყვნენ. აი დაახლოებით ისევე როგორც თქვენ, ჩემთვის. იგი წერდა თავისი მოგზაურობების შესახებ, თავგადასავლების შესახებ და რა თქმა უნდა ფოტოებს ურთავდა ზედ. ამიტომ იყო რომ როდესაც 2015 წელს სექტემბერში იგი გაუჩინარდა, დიდი მithქმა მოთქვა და ვერსიების კორიანტელი გამოიწვია ამ გაუჩინარებამ. ეს ეროვნული პარკი თვითონ გიგანტური ტერიტორიაა და ტენესის და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების საზღვარზე მდებარეობს. პარკის ყველაზე მაღალი მთა გახლავთ კლინგმანს დომი, რომლის სიმაღლე 2080 მეტრია და სწორედ ამ მთისკენ დაიძრა მილსი. მილს დიდი არაფერი და დასაძრავი და დასაპყრობი ამ მთაზე არ ქონდა, იმიტომ რომ როგორც ვიხა 2000 მეტრის სიმაღლის ჩვენ გორაკ-ბორცვები გვაქვს საქართველოში მოიხსენებათ და გაცილებით უფრო რთული დასაძლევი ის 2000-იანები თუ რატომ ამაზე მე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. კრისმა თავის დას გაუგზავნა მესიჯი, ეს ხდება საღამოს სადღაც 19 საათზე და უთხრა რომ ყველაფერი კარგად არის და მეორე დილით მე გამოვალ კავშირზეო. პარალელურად მან გადაიღო ფოტო, რომელიც დადო საკუთარ ბლოგზე და წააწერა რომ ხვალიდან იწყება თავგადასავლები. მაგრამ კრისტოფერი მეორე დღეს არ გამოჩნდება. და ჩათვლის რომ ზოგჯერ ქალაქში არის ხოლმე ხო ესეთი ადგილები, სადაც არ იჭერს მობილური, ამიტომ ჩათვლის რომ კარგი არა უშავს თქვა დღეს არა, ხვალდილით მაინც გამოვა, მაგრამ ხვალდილითაც არ გამოვიდა და უკვე 5 სექტემბერს დილით დამიმართავს სამაშველო სამსახურს. მომენტალურად იწყება სამძებრო სამუშაოები და პირველი რასაც პოულობენ რეინჯერები და მაშველები ეს გახლავთ მანქანა, რომელიც მილსმა დატოვა პარკის პარკინგზე. დუაით ფეროუ, ეროვნული პარკის სამაშველო სამსახურის ვეტერანი ხელმძღვანელი მოგვიანებით ჟურნალისტებთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მილსის ძებნის ისტორია იყო ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და უცნაური შემთხვევა მის პრაქტიკაში. იმიტომ რომ რამდენიმე ათეული ადამიანი გავიდა ბილიკზე. ვერტფრენიც ჩაერთო ძებნაში და შედეგი ნულია. შემდეგ უკვე მესამე დღეს მისი ბლოგის ან მილსის ბლოგის გამომწერებმა დაიწყეს თანხის შეგროვება, თვითონაც ჩავიდნენ ამ ადგილას, ვინც ახლომახლო ცხოვრობდა და თითქმის 150 კაციანი ჯგუფი ფილტრავს ფაქტიურად ტყეს. ისინი ვერ პოულობენ, ვერც კარავს, საიდანაც მილსმა ფოტო გადაიღო, ვერ ზურგჩანთას, ვერც ვერანაირ ნიშან წყალს, რომ ეს კაცი საერთოდ იყო აქ, გარდა იმისა, რომ მანქანა დგას პარკინგზე. მილსი მოკლედ სამჩაყლაპა თუ Smoke Mountains-ის ეროვნულმა პარკმა არავინ იცის, 35 წლის დასრული მამაკაცი ისე აორთქლდა, რომ მისი არსებობის ნაკვალევი მხოლოდ ინტერნეტის სივრცეებში ფიქსირდება. გამარჯობა. დღეს ძალიან გრძელი, ძალიან საინტერესო და
ძალიან დატვირთული ვიდეო გელით. გელით მისტიკური გაქრობები, რომლითაც მე დავიწყე უკვე ვიდეო და ადამიანური ტრაგედიები, კრიმინალი და სერიული მკვლელები. ცოტა იუმორიც იქნება და ბევრი ამბოუცნობი მოვლენაც. თუ არ გაქვთ საკუთარი თავის იმედი, ზოგიერთი ისტორია ისეთი სასტიკია, რომ შეიძლება არ გესიამოვნოთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით და როდესაც კარგ ხასიათზე იქნებით, მაშინ ნახეთ. ან ძალიან ცუდ ხასიათზე, იმიტომ რომ ამით დაადგენთ, რომ ადამიანები თქვენზე უარეს მდგომარეობაშიც ყოფილან და ამით შეიძლება თავი დაიმშვიდოთ. ამ ვიდეოს მომზადებაზე მე რამდენიმე დღე დავხარჯე, იმიტომ რომ აპალაჩის მთების ეს მონაკვეთი, რომელსაც ეძახიან Appalachian Trails, გახლავთ ძალიან დატვირთული სხვადასხვა მისტიკური ისტორიებით, რომელია მათგან ნამდვილი, რომელია სიცრუე, რომელი ფანტაზიის ნაყოფი, სწორედ ამის გარკვევაში დამეხარჯა მე საკმაოდ დრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მონაცემი ამ პარკის შესახებ და იმ საშიშროებების შესახებ, რაც აქ ვითომ დაელოდება ადამიანს, იყო გაბუქებული, ან საერთოდ არ არსებობდა. ამიტომ მე გთავაზობთ ძალიან გაფილტრულ ინფორმაციას ამ საინტერესო ადგილის და აქ მომხდარი სხვადასხვა მოვლენების შესახებ. აქ იმდენი დადასტურებულა, დოკუმენტურად დადასტურებული ადამიანები ისტორიებია, რომ სულაც არ იყო საჭირო, რომ ის რაღაცები გამოეგონებიათ, რითაც სავსე არის დღეს ინტერნეტი და რითაც აშინებენ ამ ძალიან საინტერესო ადგილას წასულ მოგზაურებს. რადგან არხს კვლავ არ ყავს სპონსორი, ამიტომ თქვენი ნებისმიერი თანხით დახმარება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იქნება ჩემთვის და ნასიამოვნები ადამიანი კი მოგეხსენებათ, გაცილებით უფრო პროდუქტიულია. ასე რომ ველოდები მოწონების ნიშნებს, კომენტარებს, გადაზიარებას სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, წინასწარ გიხდით მადლობას. ახლა კი გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო. ვისაც ლაშქრობაში გივლიათ ყველამ კარგად იცით, რომ კარავი არის შენი თავშესაფარი. მართალია იგი დიდად ვერ დაგიცავთ, ეხლა დათვირო გეტაკოთ ან ლომი, მაგრამ მაინც რაღაცა თავზე რაღაც გადახურული გაქვთ, რაღაცა ჩაკეტილი გაქვთ ამ ელვით, რაღაცნაირად გძნობთ თქვენ თავს კარავში, რომ თითქოს მეტნაკლებად დაცულები ხართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ილუზია. აი კრისტოფერ მილსის შემთხვევაში კი ჩვენ გვახსოვს, რომ მან ფოტო გადაიღო კარვიდან, სხვადასხვა კარვის ეს ფრთებიც ჩანს ამ ფოტოში და ფაქტია, რომ ამ ადამიანმა კარავი გაშალა. სად გაქრა შემდეგ ეს კარავი, სად გაქრა მისი ზურგჩანთა, რომელშიც მასა ეწყო ალბათ უამრავი რამე, 3 დღით როდესაც მიდიხარ, საჭმელი გინდა, წყალი გინდა, ტანსაცმელი გინდა გამოსაცვლელი, ფეხსაცმელი გინდა გამოსაცვლელი, ფოტოაპარატი, მობილური, მისი დამტენები. მოკლედ მილსი თავის აულადიდებიანად აორთქლდა. ოფიციალური ვერსია ჟღერდა ასე: ტურისტმა სავარაუდოდ დასახული ბილიკიდან გადაუხვია, ეს ასე ხოლმე, ყველაზე ადვილი გამოსავალია. გზა აებნა და უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რომლის არსიც ვერ დადგინდა. გადიოდა წლები, მილსის ისტორია იმ მრავალრიცხოვან იდუმალ-მკვლელობათა და გაქრობათა რიცხვს შეუერთდა, რომლითაც მდიდარი არის ეს ნაწილი ამერიკისა. რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ფეხით მოსიარულეთა და მოლაშქრეთა სიმრავლით. და ამ სანუკვარ ადგილს აპალაჩების საფეხმავლო ბილიკს. და სანამ შევეცდებით გავხსნათ კრისტოფერ მილსის გაუჩინარების საიდუმლო, უნდა დავსვათ კითხვა. სად მოხდა ეს ყველაფერი? რა ადგილია ეს? რატომ არის ასეთი განსაკუთრებული? რატომ იზიდავს იგი მოგზაურებს? მოდით ცოტა უკან დავბრუნდეთ. არა, ცოტა არა, კარგა მაგრად უკან. აპალაჩები არ არის უბრალოდ ტყე და ლამაზი ხედები. ეს არის დროში გაქვავებული ბრძოლის ველი და ის რაც დღეს მწვანე საბურველშია გახვეული, სინამდვილეში დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატაკლიზმების შედეგად არის წარმოქმნილი. ეს მთები იმაზე ძველია, ვიდრე ნებისმიერი ლეგენდა, რომელსაც აქაურები ყვებიან. ეს მთები იმაზე ძველია, ვიდრე დინოზავრები კი არა, საერთოდ სიცოცხლე ხმელეთზე ამოვიდოდა. 488 მილიონი წელი ჩვენს დღეებამდე. დედამიწის ხმელეთზე ჯერ სცენარეები არ არიან. არის მხოლოდ ხავსები და მღიერები. ჩემი სხვა ვიდეოებიდან იცით თქვენ, რომ კონტინენტები ყოველთვის ისე არ იყო განლაგებული, როგორც დღეს არის. მათ არ ქონდათ ისეთი ფორმა, როგორც დღეს არის. ისინი მუდმივად ახლაც კი მოძრაობენ, აი ხო როდესაც ჩვენ ვზივართ ამ ყველაფერს უყურებთ, ჩვენს ქვეშ აი ეს თითქოს მყარი და
ადგილი, რომელზეც ჩვენ სახლებს ვაშენებთ და მოსავალი მოყავს და ვსეირნობთ, ის მუდმივ მოძრაობაშია. 2-3 სანტიმეტრი იქნება ეს წელიწადში თუ 7 და 8, არ აქვს მნიშვნელობა, მოძრაობს. და მილიონი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს მოძრაობა და ეს მანძილი 2-3 სანტიმეტრი უკვე ათეულობით და ასეულობით კილომეტრად გადაიქცევა. სწორედ ასეთი მდგომარეობა არის 488 მილიონი წლის წინ და ლავრენტია, სუპერკონტინენტი, რომელიც აერთიანებს დღევანდელი კონტინენტების ნაგლეჯებს, ეჯახება ვულკანური კუნძულების რიგს. იწყება მისი რღვევა და სწორედ აქ იწყებს ჩასახვას თათა სისტემა, რომელსაც მომავალში აპალაჩები დაერქმევა. შემდეგ უკვე 375 მილიონი, ანუ 120 მილიონი წელი გავიდა თითქმის, აი ამ დროს უკვე ლავრენტიას ეჯახება მეორე სუპერკონტინენტი არ არის, ცოტა პატარა ზომის კონტინენტია, რომელსაც ავალონია ჰქვია, ძალიან ლამაზი და საინტერესო სახელი. და ამ შეჯახების შედეგად უკვე წარმოიქმნება იმ დროისთვის ყველაზე გრძელი და ყველაზე მაღალი თათა სისტემა. ოროგენეზი, გახსოვთ თქვენ ოროგენეზი, ეს არის ჩემი ძველი ვიდეოებიდან, ოროგენეზი ეს არის თათა წარმოშობის პროცესი. აი ის რა პროცესშიც დღეს არის ჩვენი მცირე კავკასიონი და ჩვენი დიდი ქედი კავკასიონის მთავარი ქედი. ოროგენეზის პროცესია, როდესაც კონტინენტები და ფილები ერთმანეთს ეჯახება, ხდება ამოწევა აი იმ ქერქისა, რომელზეც ჩვენ ცხოვრობთ. და 280 მილიონი წლის წინ უკვე დინოზავრებიც და ესეთი ხმელეთის ცხოველები უკვე არიან დედამიწაზე, ხდება საბოლოო შეჯახება უკვე სუპერკონტინენტ გონდვანასთან და ეს იწვევს კიდევ უფრო ამოწევას აი ამ თათა სისტემის. და აქ არის უკვე 8500-იანი, 8600-იანი თითქმის იმავე სიმაღლის მწვერვალები, აი ეს ყველაფერი, ის ტიბეტის პლატო, თავისი 8000-იანი მწვერვალები წარმოიქმნა სწორედ იქაც შეჯახების შედეგად, ოღონდ იქ უკვე ინდოეთის სუბკონტინენტი დაეჯახა ევრაზიის კონტინენტს და აი ამის შედეგად მოხდა ამ გიგანტური პლატოს ამოწევა და ამ დროს დაიწყო დანარჩენი თათა სისტემების ამოწევა, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს ევრაზიის კონტინენტზე. მაგრამ დრო ულმობელია იმ 280 მილიონი წლის განმავლობაში, რაც ეს თათა სისტემა წარმოიქმნა, მზემ, ყინვებმა, ქარებმა, წვიმებმა გამოიწვიეს ეროზიის პროცესი და ჩვენი აპალაჩები დაპატარავდნენ. ანუ გამოიფიდნენ და დღეს მათი ყველაზე მაღალი მწვერვალები გახლავთ 2200 მეტრი მაქსიმუმი. სხვა შორის, როდესაც შემდეგ კონტინენტები კვლავ დაცილდნენ ერთმანეთს, ამ შეჯახების შემდეგ დღეს იგივე მთათა სისტემის ნაგლეჯები გვაქვს შოტლანდიაში, წარმოიდგინეთ, სად დასავლეთ სანაპირო ჩრდილოეთ ამერიკისა, სად შოტლანდია და კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ გვაქვს მაროკოში. ატლასის მთები, ცნობილი ატლასის მთების სისტემა გახლავთ სწორედ აპალაჩების ნაგლეჯი. ის რაც ამერიკაში დარჩა ადგილობრივი ტომებისთვის, იროკეზებისთვის, შაუნებისთვის, ჩეროკებისთვის და დელავერებისთვის არის წმინდა ადგილები. და მათთან ძალიან ბევრი თქმულება და ლეგენდაა დაკავშირებული. იმდენად საინტერესო, რომ მე რამდენიმე შესახებ აუცილებლად მოგიყვებით. სხვათა შორის შაუნები პოულობდნენ ამ ადგილებში შავი ფერის ქვებს, ძალიან უცნაურს, რომლითაც მათ შეეძლოთ სხვა ქვებზე დახატვა, ან ხელზე დახატვა და ცეცხლში ჩაგდების შემთხვევაში ეს შავი ქვა ისეთ ხურვალებას იწვევდა, გამოსცემდა უბრალოდ ცეცხლი ეკიდებოდა, რომ ძალიან კარგად იყენებდნენ ამას როგორც სათბობს, როგორც საწვავს. აღმოჩნდა, რომ აქ უძველესი დროის ქვანახშირის პერიოდის ლიკოპოდიუმების და ლეპიდოდენდრონების იყო ეს გიგანტური გვიმრების ნაშთებისგან აქ შექმნილი არის ასევე გიგანტური კოლოსალური რაოდენობის და მოცულობის მქონე ქვანახშირის ძალიან მაღალი ხარისხის ქვანახშირის საბადოები. ამ საბადოების შემდეგ უკვე ევროპელები მოაჯდებიან, ამ საბადოების ირგვლივ გაშენდება ესეთი მონოქალაქები, ანუ ქალაქები, სადაც ყოველ ჩახტიორები ცხოვრობენ და ძალიან საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ლეგენდა უკავშირდება ესეთ ჩახტიორების გამქრალ ქალაქს, რომლის მიხედვითაც შემდეგ დაწერილი არის მოთხრობა Silent Hill-ი,
შემდეგ გაკეთებული არის თამაში და ამ თამაშის მიხედვით შემდეგ უკვე გადაღებულია 2 ფილმი, პირველი სერია, მაგალითად პირველი ნაწილი ამ ფილმის ძალიან მომწონს, ძალიან ესეთი ატმოსფერული და საკმაოდ პირქუშია და კარგად არის გაკეთებული. მოკლედ თავიდანვე უკვე შევდივართ რაღაც მისტიკურ წრეში. ევროპელებმა თათა ამ კოლოსალურ სისტემას დაარქვეს აპალაჩები. რატომ აპალაჩები? მრავლობითში რატომ არა ვთქვათ, ტიბეტებს ხო არ ვამბობთ, ჩვენ კავკასიონებს ხომ არ ვამბობთ. აპალაჩები, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი და აი ვთქვათ როგორც მთავარი კავკასიონის ქედი, ხო, ერთი გვაქვს და გადაწოლილი კასპიიდან შავ ზღვამდე. ეს არის აი წარმოიდგინეთ ასეთი ქედები რამდენიმე, რომლებიც გამოყოფილი არის ერთმანეთისგან ხეობებით, ველებით, სტეპებით და ასე შემდეგ და აი თითქოს ესეთი ჩალაგებული ესეთი ხარიხებივით დევს აი ეს მთები ერთმანეთის მიყოლებით. თვითონ სახელი აპალაჩები მომდის აპალაჩის ტომი არის ასეთი ამ ადგილებში მაცხოვრებელი და მათგან დაარქვეს უკვე ევროპელებმა ამ თათა სისტემას. თვით ინდიელები მას ადირდონდაკს ეძახიან და აი ეს ქედები არის ვთქვათ იგი მწვანე ქედი, თეთრი მთები, ლურჯი ქედი, პიდმონტის, აპალაჩების პლატო, ესე იგი ძალიან მრავალფეროვანი გეოლოგიური წარმონაქმნია. ყველაზე მაღალი წერტილი გახლავთ მთა მიჩელი, რომლის სიმაღლე ოდესღაც იყო 8680 მეტრი, ეს დადგენილია და დღეს მისი მაქსიმალური სიმაღლე არის 2027, ანუ მეწინა ციფრი რო თქვი ის არ არის სწორი. აი ამ მთაზე ასვლა დღეს ჩვეულებრივი გასეირნებაა და აი მილიონობით წლის წინ კი ეს იგივე გმირობა იქნებოდა, რაც ვთქვათ ევერესტზე ასვლაა დღეს. თვითონ აპალაჩები გადაჭიმული არის ჩრდილოეთიდან მენის შტატიდან შტატ ჯორჯიამდე და მისი მთლიანი სიგრძე გახლავთ 3524 კილომეტრი. როგორც ყველაზე ესეთი უძველესი მთათა სისტემა, რა თქმა უნდა, იგი მდიდარია არა მხოლოდ ქვანახშირით, არამედ სხვადასხვა მინერალებითაც, არის აქ ოქროც, პლატინაც, ვერცხლიც, ურანის საბადოებიც არის. თვითონ აპალაჩების ბილიკის შექმნის იდეა ეკუთვნის შტატ მენის მეტყევეს ბენტონ მაკეის, რომელმაც 1918 წელს კონგრესში შეიტანა ესეთი წინადადება, რომ კონგრესმენებს თხოვა, რომ იქნება რაღაც კანონი მივიღოთ, რომ აი ეს ულამაზესი ადგილები გადავიდეს სახელმწიფო კუთვნილებაში და მასზე რაღაცა ისეთი გავაკეთოთ, რაც ადამიანებისთვის ჩვენი მოსახლეობის სასარგებლო იქნება, კერძოდ ტურისტული ზონებიო. მოგეხსენებათ, ამერიკაში კერძო საკუთრება ძალიან დიდ პატივს სცემენ კი არა და ეს ერთ-ერთი ესეთ ხელშეუხებელი მომენტი არის ამერიკელებისთვის და სწორედ აი ასლეულების განმავლობაში რაც აქ ევროპელები დასახლდნენ, მათ უკვე საკუთრებაში ჰქონდათ უკვე შეძენილი ეს ნაკვეთები და ფაქტიურად ტურისტებს აქ გასაქანი არ ჰქონდათ. აბა ერთი სადეთ და თქვენ კერძო საკუთრებაში შეიჭერით გინდა ტურისტის სახით და გინდა ისე ჩვეულებრივად შედით ვინმეს შეიძლება გესროლონ კიდეც და არც არავინ არაფერს არ ეტყვის მსროლელს, ანუ იმ მიწის პატრონს. ამიტომ აუცილებელი იყო რაღაცნაირად ეს კონფლიქტი მოგვარებულიყო, ანუ ულამაზესი ადგილებია, წარმოუდგენლად ლამაზია, წარმოუდგენლად ხელუხლებელი ბუნებაა და ამ დროს ვიღაცის საკუთრებაშია, ვიღაც კერძოsi, რომელიც ძირითადად იმაში იყენებს, რომ ჭრის იქ ხეს და ნადირობს და ასე შემდეგ. და მიიღო კონგრესმა ეს ისა გამოიწყიდეს. საკმაოდ ძვირი დაუჯდა მთავრობას ამ მიწების გამოსყიდვა, მაგრამ მაკეის ამ ინიციატივამ ძალიან გამოხმაურება პოვა მოსახლეობაში, რომელსაც ფეხით სიარული უყვარს. შეიქმნა ფონდები, ამ ფონდებში ძალიან სერიოზული ფული ირიცხებოდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ თქვათ გეოლოგიას, გეოგრაფიას, მშენებლობას და ისინი სრულიად უფასოდ იწყებენ მუშაობას ამ ბილიკის შექმნაზე. კეთდება ჯებირები ისეთ ადგილას, სადაც თქვათ გადასავარდნებია, კეთდება კიბეები, იქ სადაც თქვათ ძნელი ასასვლელია და კეთილმოწყობა ხდება იქ ნიშნულების გაკეთება, თავშესაფრების აშენება, ანუ ძალიან სერიოზული სამუშაოები ტარდება და აი ეს კეთდება ძალიან სწრაფად და ძალიან ხარისხიანად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობს ამ ყველაფერში და წარმოიდგინეთ შტატ მენიდან შტატ ჯორჯიამდე 3500 კილომეტრი. ეს
35 კილომეტრი არ არის, ხო? ამიტომ ძალიან გასაკვირია, მაგრამ 1922 წელს ფაქტიურად უკვე გაიხსნა საფეხმავლო ბილიკი მთა კატადინიდან, რომელიც შტატ მენშია, მთა სპრინგერამდე, რომელიც შტატ ჯორჯიაშია. და უნდა აღინიშნოს, რომ არც ბენტონ მაკეის და არც იმ ხალხს, რომელიც ამ ბილიკის მოწყობაზე მუშაობდნენ, არც ერთი კაპიკი არ ჩაუდიათ ჯიბეში. ყოველ შემთხვევაში ასეა ცნობილი. გაიხსნა თუ არა ეს ბილიკი, იგი იმავე დღიდან გახდა ჰაიკერებისთვის, ანუ ფეხით მოსიარულე ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად. აქ უნდა გადაგელახათ ცივილიზაციასთან განშორება, აქ უნდა გევლოთ საკმაოდ რთული ბილიკებით, ჩრდილოეთით ეს იყო განუწყვეტელი ქარები და წვიმები და ზამთრის პერიოდში საკმაოდ დიდ თოვლობა და კაი მაგარი ყინვები. სამხრეთით ეს იყო ასევე წვიმები, ოღონდ უკვე თბილი, ტროპიკული დაავადებები, შხამიანი გველები, ობობები და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო საკმაოდ სერიოზული გამოცდა და მთლიანი ბილიკის სიგრძე გახლდათ 3500 კილომეტრი საფეხმავლო ბილიკის. რა თქმა უნდა იყო თავშესაფრები ამ ბილიკიდან ძალიან ბევრ ადგილას იყო გადასასვლელი და უკვე ხვდებოდი ცივილიზაციაში, მაგალითად პროდუქტების შეძენა შეგეძლო, შემდეგ დაბრუნდებოდი თქვათ იგივე ბილიკზე და გააგრძელებდი გზას და არ არის ეს ჩვეულებრივი სასეირნო ბილიკი, ეხლა თქვენ რო კუსტვაზე ახვიდეთ და იწრე დაარტყათ ან ლისის ტბაზე, ასეთი სასეირნო არ არის. სერიოზული გამოცდაა, საჭირო გაიაროს ადამიანმა, რომ იგი რაღაცა მონაკვეთები გადალახოს. ამ ბილიკზე რამდენიმე ძალიან საინტერესო რეკორდია დამყარებული, მაგალითად ყველაზე ახალგაზრდა ჰაიკერი, რომელმაც თავიდან ბოლომდე 3500 კილომეტრი გაიარა, გახლდათ 13 წლის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული გახლდათ 86 წლის. ორმა მეგობარმა მაგალითად ისე გაიარა ეს 3500 კილომეტრი, რომ მათ წაღებული ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ თხილი და არსად საჭმელი არ უყიდიათ. არ ვიცი მე ნაჭუჭი ანაჭამდნენ იმ თხილს თუ რას აკეთებდნენ, რანაირად შეიძლებოდა თხილზე მხოლოდ 3500 კილომეტრი გაგევლო და სხვა არაფერი გეკეთებია, რაღაცას მაიმუნობდნენ აშკარად, რომ მათ არ ჰქონდათ კარავი, მათ არ ჰქონდათ საძილე, მხოლოდ და მხოლოდ იმას იყენებდნენ, რაც ბუნებაში ხვდებოდათ. ყველაზე სწრაფად დადიოდა ვინმე ბრედლი ოუენი, რომელიც დღეში გადიოდა 50 კილომეტრს საშუალოდ. წარმოიდგინეთ 50 კილომეტრი დარბოდა ეთქობა, არ ვიცი, ტიპი იყო რა. მაგრამ განსაკუთრებული ხსენების ღირსი გახლავთ ემა გეიტვუდი. ემა გახლდათ 67 წლის, როდესაც მან პირველად გაიარა 3500 კილომეტრი მენიდან ჯორჯიის შტატამდე. 3 წლის მერე მან კვლავ გაიმეორა ესა და უკვე 76 წლის ასაკში კვლავ გაიმეორა. მას ქონდა მხოლოდ მაქსიმალური წონა 9 კილოგრამიანი, ზურგჩანთაც კი არ ქონდა, საკუთარი ხელით შეკერილი რაღაც აბგა ქონდა, რომელშიც საკვები თუ რაღაცები, რა ვიცი, პირველი მოხმარების საგნები ეწყო. ცვითავდა დაახლოებით 20 წყვილ ტენისის ფეხსაცმელებს, ანუ ჰაიკერის ფეხსაცმელებიც არ ეცვა. აი ჩვეულებრივი ტენისკებს რო ეძახიან და ძალიან თხელძირიანი, აი ფეხსაცმელებით დადიოდა. და მას აპალაჩების ბებო დაარქვეს. ბებო გარდაიცვალა 1973 წელს 91 წლის ასაკში. ასე რომ კიდე რომ მოენდომებია იქ სადღაც 80 წლის ასაკში კიდე წავიდოდა, ალბათ ესიც მრებოდა კიდეც. და აპალაჩების ბებოს სახელი ძალიან ბევრ მონაკვეთს ჰქვია აქ ამ ბილიკზე. მაშასე აპალაჩების ბილიკი გახლავთ ძალიან საინტერესო, ლამაზი და ამავე დროს გასასვლელად საკმაოდ რთული მონაკვეთებით სავსე ტურისტული ბილიკი. აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე შეიძლება ელოდო ხიფაც, მაგრამ არა მხოლოდ ბუნებისგან შეიძლება დაგატყდეთ თავს უბედურება, არამედ ზოგჯერ ისეთი იდუმალებით მოცული სიტუაციიდან, რომელსაც არავინ და არაზროს ელოდება. მაშასე რა გველის ვიდეოში. ეს არის სერიული მკვლელები და უგზოუგლოდ დაკარგული ადამიანები, ბრაუნ მაუნთინის მოხეტიალე-მოციმციმე ათინათები და თვალებიანი ადამიანები, დანისტითება მოხუცი ქალი და ელამი გიგანტი და ეს არის ავის მომასწავებელი ადამიანი ფარვანა.
ყველაფერი ეს, რაც მე ჩამოთვალე, ამ ბილიკის განუყოფელი ნაწილია, მისი ისტორია, მისი ლეგენდებია, მისი თქმულებებია, რომელიც უკვე სახალხო ფოლკლორშიც არის და უკვე ინტერნეტშიც გავიდა როგორც ზოგიერთი როგორც ნამდვილი ამბავი. ამას რო გაიგონებ, ალბათ ტყეში ფეხი შებიჯების სურვილი უკვე გაგიქრება ადამიანს, მაგრამ ყოველწლიურად 7-დან 10 მილიონ ადამიანამდე ადგება ამ ბილიქს. ბილიქს რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე კი არა, მის რაღაც გარკვეულ მონაკვეთებს, თქვა 100 კილომეტრს, 50 კილომეტრს გააჩნია გამომზადებისა და რისი სურვილი აქვს ადამიანს. თავიდან ბოლომდე ეს ბილიკი გავლილი აქვს 206 კაცს, ადამიანს, ქალსაც და კაცსაც და ბავშვსაც როგორც ხედავ და ღრმა მოხუცსაც. სწორედ ასეთი იდუმალი და მისტიური ისტორიები გელოდებათ წინ. დღესასწაულებმა ჩაიარეს, მაგრამ ზამთარი გრძელდება. მართალია დღემ მომატება დაიწყო, მაგრამ ნამდვილ გაზაფხულამდე ჯერ კიდევ ჭირვეული თებერვალი და მარტი გვაქვს გასავლელი. საჩუქარი წელიწადის ნებისმიერ დროს სიამოვნებს ადამიანს. განსაკუთრებით ისეთი, რომელშიც მაქსიმალურად იქნება სამშობლოს მადლიანი მიწისა და მზის სურნელი. იმაზე, რომ ეს ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნეს. მათ პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება წამოიწყეს, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულად კბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიკა, მადის აღმძვრელი სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი, კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. დღეს უკვე შესაძლებელია ამ ნაკრების ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაგზავნა. ტარიფებს ეკრანზეც ხედავთ და ვიდეოს აღწერაშიც იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ნაკრების შემადგენლობა მყიდველის სურვილის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს. ხოლო თუ ამ პრომოკოდს გამოიყენებთ, თქვენ როგორც ჩემი არხის მაყურებლები დღეიდან 7%-ის ნაცვლად 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. 20% სახუმარო არ გახლავთ, ეს ფასის მეხუთედია. თუ ნაკრებს ამ პრომოკოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ ახლავე და აჩუქეთ თქვენ სახლობლებს ტკბილი მოგონებების სურნელი. მე უკვე ვახსენე ამ ადგილების ძირძველი მოსახლეობა ინდიელები. მე უკვე ვახსენე, რომ აქ რამდენიმე ტომი ცხოვრობდა და ცხოვრობს. ეს არის იროკეზები, შაუნები, დელავერები, ჩეროკები. ინდიელების კოსმოგონიის თანახმად სამყარო იყოფა სამ ნაწილად. ეს არის ზედა სამყარო, სადაც სისუფთავეა და წესრიგი სუფევს. ეს არის მიწისქვეშა სამყარო, სადაც რა თქმა უნდა ქაოსია, ხოლო შუა სამყარო ის არის, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და იგი ძალიან თხელია, ფირფიტაა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გატყდეს და ჩვენი ცხოვრება ან ზემოთ წავიდეს, ან ქვემოთ. და რადგან ინდიელები სიმაღლეს და მთას თვლიან ზედა სამყაროს ნაწილად, ამიტომ მათ დიდი მიდრეკილება ალპინიზმისკენ არ აქვთ, როგორც მაგალითად შერპებს. ასევე დიდად არ უყვართ მღვიმეებში ჩაძრომა და ზოგადად ღრმა ხეობებში. მათი საცხოვრებელი ადგილი მაინც არის ესეთ გაშლილი ველები, მინდვრები, მაგრამ რა თქმა უნდა ისინი ტყეშიც ნადირობენ და თავსაც აფარებენ იქ. მათთვის ეს ქვედა ნაწილი თან კიდევ უფრო საშიში იმით არის, რომ მათ თქმულებებში ძალიან ბევრი არის უცნაური არსება, უფრო ესე დემონური სახის არსებები, რომლის შესახებაც მე დღეს ვისაუბრებ. ჩეროკების თქმულებებზე როცა ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ეგრეთ წოდებული მუნაიდები, ანუ თვარის თვალება ადამიანები. ჩეროკების ნებისმიერ ჩეროკს ჯერა რომ ისინი ნამდვილად არსებობდნენ. როდესაც ჩვენ აქ მოვედით, ამბობენ ისინი, აქ უკვე დაგვხვდა ჩვენგან განსხვავებული რასის წარმომადგენლები. ეს იყო ტანდაბალი ხალხი, რომელსაც ჰქონდათ რძისფერი თეთრი კანი, ჰქონდათ ჟღალი წვერი და მოგეხსენება თქვენ ინდიელებს წვერი არ ამოძდით, ისევე როგორც ვთქვათ აზიელებს და ინდიელები ხო აზიიდან გადმოსული ხალხია. წვერი ამოძდით, მაგრამ ეს წვერიანი ინდიელი ალბათ არავის გინახავთ, ხო? თმები იცოცხლე გადასარევი თმები აქვთ, გრძელი წელამდე აქვთ ხოლმე ატარებენ და ულამაზესი თმები აქვთ საერთაშორის. აი სწორედ ესეთ ჯუჯა ადამიანების ჯგუფს გადააწყდნენ ჩეროკები, როდესაც ჩილოეთიდან მოვიდნენ ამ ადგილებში, ანუ ჯორჯიის და ჩილოეთ კაროლინის მიდამოებში. და თავიდან დიდი არაფერი პრობლემები არ შექმნილა მათ შორის, იმიტომ რომ ეხლა ჯუჯები თავის
საქმეს აწვებოდნენ, იქ თავისთვის იყვნენ, რა უნდა მოენადირებინათ ახლა ისეთი ნახევარი მეტრის სიმაღლე ადამიანებს, რომ კონკურენცია გაეწიათ ბრგედა ესეთი ახოვანი ინდიელებისთვის, მაგრამ რაღაც მომენტში მოგეხსენებათ ახლა ადამიანი გინდა ინდიელი იყოს, გინდა ქართველი და გინდა იაპონელი, მაინც და მაინც ვერ იტანს თავის ირგვლივ უცხო ტომელს მით უმეტეს, როდესაც იგი აბსოლუტურად განსხვავებულია მისგან და რაღაც ცალკე სახეობად თვლის. ამიტომ რაღაც მომენტში მათ შორის კონფლიქტი დაიწყო და რა თქმა უნდა ინდიელებმა დაჯაბნეს მუნეიდები და ისინიც წავიდნენ გამოქვაბულებში. ხო, მე დამავიწყდა, მე თქვა რატო ქვიათ მათ თვალება ხალხი. რატომ ეძახიან ჩეროკები? იმიტომ რომ მათ აქვს ძალიან დიდი ზომის ცისფერი თვალები, აი ეს აიდან მოიტანეს ჩეროკებმა საინტერესოა, მათ ცისფერი თვალები ადამიანი სანამ ევროპელი არ ჩავიდა იქ საერთოდ არც უნახავთ და ეს თვალები არ არის შეგუებული მზის სინათლეს. ამიტომ ისინი ბინდბუნდზე გამოდიან სანადიროდ და ღამით ნადირობენო. და თავს აფარებენ გამოქვაბულებს და მღვიმეებს. და სწორედ როდესაც მათი გაჟლეტვა დაიწყეს ინდიელებმა, მუნეიდებმა თავი შეაფარეს გამოქვაბულებს, ჩავიდნენ მათ სიღრმეში და ახლაც იქ ბინადრობენ. მით უმეტეს რომ მათი სანადირო ობიექტები იყო ძირითადად ლოკოკინები, მწერები, მატლები, ჭიები, ანუ დიდ ნადირზე ისინი ვერ ნადირობდნენ. დღეს Fort Mountain-ის თავზე გახლავთ 2600 მეტრის სიგრძის კედლის ნარჩენები უფრო სწორად, რომელიც მართლაც არქეოლოგებმა და ისტორიკოსებმა და კულტუროლოგებმა რომ შეისწავლეს, ვინც კარგად იცის ინდიელთა კულტურა, აღმოჩნდა რომ ეს არ არის ინდიელების აგებული. ვიღაც ხალხის აგებული, ან თავიდან ეგონათ რომ ეს ვიკინგების იყო, მაგრამ არც ვიკინგური აღმოჩნდა, მოგეხსენებათ ვიკინგები აქვთ პრეტენზია და ძალიან სამართლიანიც რომ ისინი იყვნენ კოლუმბამდე და ესპანელებამდე ამერიკის აღმომჩენები და ჩეროკები ამბობენ რომ ესო არისო თვალება ხალხის აშენებულია. 1840 წელს ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა, კაროლინაში იპოვეს ქვის ქანდაკება, ეს არის ორი ერთმანეთთან შერწყმული ადამიანის ფიგურა, რომლებსაც აქვთ დიდი ზომის თვალები და სრულიად განსხვავებული იერი ვიდრე ინდიელებს. ამ სკულპტურის ასაკი არის დაახლოებით 1600-1700 წელი, როგორც დაადგინეს და იგი დღეს ინახება ჩეროკების რეზერვაციაში, მათ მუზეუმში, ქალაქ კუალაში, თუ ნახეთ და ისიამოვნეთ. ჩეროკების, იროკეზების და შაუნების ერთ-ერთი ლეგენდარული გმირი გახლავთ ასევე ცულკალუ ჯუდაკულა. ჯუდაკულა გახლავთ ნადირობის ღვთაება. იგი არის დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის, გამოსცემს აზარელ ხმას და ფაქტიურად იგი რეინჯერის ფუნქციას ასრულებს. საკმარისია ადამიანმა იმაზე მეტი ხემოჭრას, რამდენიც მას სჭირდება, საკმარისია იმაზე მეტი ნადირი დახოცოს, რამდენიც მას სჭირდება, იხმაუროს ტყეში და აფრთხოს ნადირფრინველი, იგი მომენტალურად იქ გაჩნდება. დაგავლებთ ხელს და გადაგისვრით ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ ვერასდროს ვერ გიპოვით. შორის აპალაჩებში აღმოაჩინეს ძალიან საინტერესო ბაზალტის ფილა, საკმაოდ დიდი, რომელზეც გამოსახული არის სრულიად გაუგებარი სიმბოლოები. ვერავინ ვერ გაშიფრა თუ რა არის ზედ გამოსახული და ჩეროკები ამბობენ, რომ ესო არისო ჯუდაკულას მიერ დაწერილი სიბრძნე, რომელიც მოვა დრო, იგი აგვაკითხებს ამას, წაიკითხავს, გაგვაგებინებს, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ დედამიწა. თუ დასალდა ჯუდაკულას კარგია, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი პირი არ უჩანს დედამიწა რო გადარჩება. თუ აქამდე ნახსენები პერსონაჟები მაინც და მაინც საშიშები არ იყვნენ, აი უკვე სპირფინგერი, ანუ დანის თითა მოხუცი, უკვე საკმაოდ ესეთია. კლასიკური ინდიელების ზღაპრები, ისაც გაქვთ, თუ არ გაწაკითხული, წაიკითხეთ აუცილებლად, ეს არის აი ყველა ზღაპარი არის დასრულებული საშინელებათა ფილმის გაასმაგებული ვარიანტის სცენარი. ძალიან უცნაური და ძალიან ესეთ სასტიკი ზღაპრები აქვთ. და აი სწორედ ესეთი სასტიკი ქალი გახლავთ ეს სპირფინგერი, ეს არის მოხუცი ქალი, მას უტლუტასაც ეძახიან და ეს უტლუნტა საკმაოდ ბრაზიანია. და დაცვავარი ადამიანის ხორცით კი არა და ღვიძლით იკვებება.
როცა მოშივდება ხოლმე მანიცის ბილიკები, სადაც მონადირეები მოძრაობენ, იგი მოიხრება, ჩაიცუცქება და თითქოს ქვის ფორმას მიიღებს და სხვადასხვა კანი იმდენად ძლიერი აქვს მას, რომ ურტყავთ ქვასავით ნაპერწკლებს ყრის, ანუ ფაქტიურად ჯავშანშია იგი ჩასმული და როდესაც მონადირე მას ჩაუვლის, იგი თავისი ხმით დააძინებს მას, შემდეგ თავისი ბასრი, აი შუა თითით, რომელზეც დანაუკეთია, იმით გაუჭრის ღვიძლი სადაც აქვს, ღვიძლს ამოაჭამს, შემდეგ ისეთნაირად მიუერთებს ერთმანეთს ჭრილობის კიდეებს, რომ ჭრილობა შეხორცდება მომენტალურად და ადამიანი გაიღვიძებს, თვითონ არაფერი მიდის თავის გზაზე. რამდენიმე დღის შემდეგ იგი იღუპება. თუ იგი გაკვეთეს, აღმოჩნდება, რომ მას ღვიძლი არ აქვს, ანუ ღვიძლი ჭამია სპირფინგერმა, იგივე უტლუნდამ იმუშავა მასზე. მე-17 საუკუნეა აღმოსავლეთ სანაპიროს ამერიკისას მოაწყდნენ შოტლანდიელები, ირლანდიელები, ფრანგები, გერმანელები, ჰოლანდიელები, ისინი ქმნიან დასახლებებს, ისინი ქმნიან ფორტებს, ისინი იწყებენ ქვანახშირის მოპოვებას, ხე-ტყის დამუშავებას, ძალიან გავრცელებული არის ეგრეთ წოდებული ტრაპერობა, ანუ მონადირეობა ბეწვეულის მოპოვების მიზნით, ბეწვეული მოგეხსენება ძალიან ძვირი ღირს იმ პერიოდში, თითქმის ოქროს ფასი აქვს. აქვე პოულობენ ოქროს არც თუ ისე მდიდარ, მაგრამ მაინც საბადოებს, ანუ ძალიან სწრაფად იწყება ათვისება აპალაჩების მიმდებარე რეგიონების. და სადღაც მე-18 საუკუნის შუა წლებიდან აქ უკვე ძალიან ძლავრობს შოტლანდიელების და ირლანდიელების ზეწოლა. რომ ახალი ნაკადები ჩამოდის ევროპიდან, ევროპაში შიმშილია და აქ ცდილობს ეს ხალხი რომ რაღაცნაირად ბედი პოვოს. კაცრბუნებასთან შეჭიდება არც ირლანდიელებს, არც შოტლანდიელებს არ უჭირთ, მით უმეტეს ისინი ბრიტანეთის მთიანი რეგიონებიდან მოდიან და არც თუ ისე მძიმე პირობები ხვდებათ აქ რომ ვერ გაძლონ და თქვათ შეეშინდეთ და უკან გაბრუნდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის მეფემ გამოსცა ბრძანება რომ დასავლეთისკენ არ იაროთ, ანუ თქვენი ზღუდე იყოს თების კალთები, სხვა შემთხვევაში კონფლიქტი მოგივათ ადგილობრივებთან, რამენაერად დაეტიეთ სანაპიროს მხარეს. მათ ვინ გააჩერებდა, მეფე რაღაცა 5000 კილომეტრის იგეთ არის ზღვის გადაღმა და ოკეანის გადაღმა, ამიტომ რა თქმა უნდა მიიწევენ ოჯახებით, აი ამ სპეციალური ქარავნები იქმნება, რომელსაც დაცვა აქვს თავისი და აი დიდი ქარავნებით იწყებენ დასავლეთისკენ მოძრაობას. რა თქმა უნდა ძალიან რთული გზაა, რა თქმა უნდა უღელტეხილებს ეძებენ. რა თქმა უნდა ისინი შიგადაში ხვდებიან ინდიელებს, სხვადასხვა ტომებს და აქ სხვადასხვა ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ყველა ტომი სხვადასხვანაირია. მაგალითად, ჩეროკები კარგად განვითარებული და ცივილიზებული ინდიელების ტომია, რომ მათ შოტლანდიელებს უკვირთ კიდეც, რომ ასეთი მშვენიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქვთ, ანუ სოფლის მეურნეობის მიმდევარი ხალხი. აქვთ საკმაოდ დახვეწილი პოლიტიკური სისტემა, ანუ იერარქიები აქვთ და ამას ძალიან კარგად იცავენ. აქვთ ასევე კარგად გამაგრებული სოფლები, რომელსაც კარგი თავდაცვა აქვს, ანუ სამხედროებიც ძალიან კარგად გამოცვლილები ყავთ. შავნები სხვათა შორის უფრო მებრძოლი ტომია. ისინი კონფლიქტში არიან ყველასთან აბსოლუტურად. იქ თავის ინდიელებთანაც და ევროპელებთან ხო განსაკუთრებით. და ისინი ძირითადად ტყის მობინადრეები არიან და ამიტომ ტრაპერებს, ანუ ბეწვზე მონადირეებს ავიწროვებენ. რაც შეეხება იროკეზებს, ესენი უძლიერესი მეომრები არიან და იროკეზებმა ძალიან სწრაფად ისწავლეს ცეცხლსასროლი იარაღის, კერძო თოფების გამოყენება და ცხენი. ცხენი საერთოდ არ არსებობდა მანამდე ამ კონტინენტზე და ისინი უკვე ევროპელებზე კარგად ფლობენ. ცეცხლსასროლი იარაღსაც და ცხენებსაც და როდესაც იროკეზებთან მოუწევთ პირველი შეტაკება შოტლანდიელებს და ირლანდიელებს, ისინი მიხვდებიან რომ მაგარი მიქარეს, როცა მათ ცხენი და თოფი ასწავლეს. ისინი ყიდდნენ ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, შემოსავლის წყარო იყო. ამ კოლონისტების დიდი საკმაოდ დიდი ტალღა დასავლეთისკენ დაიძრა, მოგეხსენებათ უკვე დასავლეთ სანაპირომდეც მიაღწია ძალიან ბევრმა, მაგრამ იყო ნაწილი, რომელიც დარჩა ამ მთებში. და მათ უწოდებენ დღეს Hillbilly Boys. მათ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და მე უნდა მოგიყვეთ აუცილებლად. 1690 წელს დამთავრდა ომი კათოლიკებთან, ეს ისედაც გაუბედურებული ქვეყანა ომების შედეგად კიდევ უფრო გაუბედურდა და 1690 წლის შემდეგ უკვე შოტლანდიელების დიდი ნაკადი მოდის ამერიკაში და
რა თქმა უნდა, შოტლანდიელებს თან მოაქვთ ვისკის წარმოების ტექნოლოგია, ანუ მთის ხალხს ეძახიან პატარა დასახლებების მაცხოვრებლებს, რომლებიც მთებში ჩარჩნენ, აი შოტლანდიელების და ირლანდიელების შთამომავლებს. ეს საკმაოდ მარგინალური ჯგუფი არის ხალხის, ისინი არ იღებენ მაინც და მაინც უცხოს, ეჭვის თვალით უყურებენ, აქ ძალიან არის გამეფებული ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკები, განათლების დონეც საკმაოდ დაბალია. სიგარებით არის ცნობილი ეს ადგილები და კრიმინალის მაღალი დონით, რა თქმა უნდა, სადაც სიგარებია, სადაც ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკებია, იქ სიგარებიც არის და სხვა შორის მათ აქვს ძალიან საინტერესო ფოლკი. იგივე მელ ფოლკს ეძახიან ამას, იგივე აპალაჩიან ფოლკს ეძახიან, რომელიც გამორჩეული არის სხვა, ანუ ეთნომუსიკისგან. ძალიან საინტერესო ნახეთ შემდეგ დაგუგლეთ, ძალიან საინტერესო მუსიკაა. ეს ძირითადი პარტია იქ არის ბანჯოსი, ბანჯო ეს გახლავთ აფროამერიკელების ინსტრუმენტი, ძალიან საყვარელი ინსტრუმენტი, ეს არის ვიოლინო და ეს არის გიტარა. და აი სწორედ ამაზე და ხადა კიდე კოვზებით უკრავენ ძალიან საინტერესოდ. დავიმახსოვროთ ჰილბილები. ჩრდილოეთ კაროლინის ტერიტორიაზე არის ეგრეთ წოდებული Brown Mountain Ridge, ეს გახლავთ ქედი გადაწოლილი, საკმაოდ გრძელი, რომელიც ძალიან ლამაზია, ულამაზესი ტყით არის დაფარული და ამ ადგილებში არის ძალიან ბევრი გადასახედები გაკეთებული, სადაც სხვა შორის კარვის დადგმაც კი შეგიძლიათ. რატომ არის ეს გაკეთებული? იმიტომ რომ აქ ათასობით ადამიანი ამოდის ღამის გასათევად და ისინი აკვირდებიან ეგრეთ წოდებულ მოხეტიალე ნათებებს. და ეს ნათებები თითქმის ყველა გადასახედიდან თითქმის ყოველ ღამე ჩანს. სხვადასხვა ინტენსივობის, სხვადასხვა სიკაშკაშის, მაგრამ ჩანს. და რაც თავარი ეს ნათებები თითქოს დადიან ტყეში. ამ დროს ტყეში არავინ არ ცხოვრობს. თუ რა იწვევს ამას არავინ იცის, მაგრამ ერთ-ერთი თეორიით ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული პიეზოელექტროობა. პიეზოელექტროობა, აი ელექტროსანთებელას რო აჭერთ თქვენ, იქ არის კვარცის კრისტალი მოთავსებული, როდესაც აჭერთ, შეიძლება მოუხერხებელი სანთებელებია ზოგჯერ ძალიანძლიერად დაჭერა ჭირდება ხოლმე. აი ამ დაჭერის მომენტში კვარცის კრისტალი იკუმშება და გამოყოფს ელექტროენერგიას. რომელიც საკმაოდ ძლიერია, სხვა ალბათ სადეთ ერთ თითი დაადეთ და ისე გააკეთეთ. ისეთ მაგრად დაგარტყამთ, ანუ აი ანალოგიური თითქოს იმიტომ რომ კვარცით არის მდიდარი ეს ადგილები, კვარცის შრეებით და ტექტონიკური შეკუმშვების დროს და მოგეხსენებათ ახლა ნებისმიერი მთა, რაც არ უნდა ძველი იყოს, იგი მაინც განიცდის აი ესეთ შეკუმშვებს, აი თითქოს ამ შეკუმშვების დროს როგორც სანთებელაში ისე ხდება აი ნაპერწკლების წარმოქმნა, თუმცა ეს ნაპერწკალი ყოველთვის არის ცივი და არასდროს ცეცხლს არ აჩენს. აი ეს არის ძალიან საინტერესო. მოკლედ თქვენ თუ რამე ჰიპოთეზა გაგაჩნიათ და დაწერეთ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ვეძებე და ამ ნათებების ახსნა სხვა ვერაფერი ვიპოვე. ეს ამბავი Point Pleasant-ში 1966-67 წლებში მოხდა. შეიძლება ვინმეს გეცნოთ ამ პატარა ამერიკული ქალაქის სახელი. ის ამბავი რაც აქ მოხდა, ამერიკის და საერთოდ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ, ყველაზე საინტერესო ამბავად რჩება, რომელიც ჯერჯერობით ვერ ახსნეს. Point Pleasant-ი მთლად აპალაჩების ტრეილზე არ არის, მაგრამ იგი მის ახლოს მდებარეობს მდინარე ოჰაიოსთან. აი ამ Point Pleasant-თან იყო ქარხანა, რომელიც ტერიტორია დღეს ეკოლოგიური კატასტროფის ტერიტორიად არის გამოცხადებული. TNT zones ეძახდნენ, TNT ზონას ეძახდნენ ამ ადგილებს. იმ პერიოდში, რომელზეც მე ახლა ვყვები, ქარხანა მუშაობს, მართალია მთელი დატვირთვით არა, იგი აწარმოებს ტროტილს, დინამიტს, რა თქმა უნდა, სამხედროებისთვის და 1966 წლის 7 ნოემბერს იწყება ძალიან საინტერესო და ისეთი შემაშინებელი მოვლენები. Point Pleasant-ის პოლიციაში 1966 წლის 7 ნოემბერს ღამით შეშინებული გოგონა და ბიჭი მიდიან ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ მანქანით მოვდიოდით და ტრასაზე დავინახეთ, სწორედ Point Pleasant-ის ფირნიშის ქვეშ ადამიანის მსგავსი დაახლოებით 2-2.20 მეტრის სიმაღლის არსება, რომელსაც ჰქონდა ავის მოვასწრებელი წითელი თვალები, რომელიც ანათებდა და გოგონამ თქვა, რომ მე ზურგს უკანო დავინახე თითქოს
რაღაცა ფრთებივით ქონდა, მაგრამ ალბათო რაღაც ლაბადა ესხა უფრო, იმიტომ რომ წვიმიანი ამინდი იყო. რა თქმა უნდა, იქ პოლიციელებმა ისინი ნარკოტიკებზე და ალკოჰოლის შემცველობაზე შეამოწმეს, სუფთები აღმოჩნდნენ. და უკვე სერიოზულად აღიქვეს ეს სიტუაცია, როდესაც Point Pleasant-ის პოლიციაში 2 საათის შემდეგ მივიდა 4 ადამიანი, მანქანით მივიდნენ და მძღოლი და მისი სამი მგზავრი ყვებოდა, რომ მათ Point Pleasant-ის შესასვლელში აედევნათ რაღაცა უზარმაზარი ფრინველი, რომლის ფრთათაშლა იყო 12-მდე და როდესაც მათ მოუმატეს სიჩქარეს ამ ფრინველმა თუ ამ რაღაც არსებამ მათ მოუმატა სიჩქარეს, გადაუსრო მათ, ჩაიხედა მანქანაში თავისი ანთებული წითელი თვალებით და შემდეგ გაქრა. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ამბავმა. ცეცხლზე ნავთი დაასხა შაუნების შამანმა, რომელმაც თქვა, რომ ეგო ვიციო, მე რაც არისო, ეგ ჩვენ რამდენი ხანიო ეგენიო არსებობენ, ეს არისო ადამიანი ფარვანაო. რომელიცო როგორც წესი მაშინ ჩნდება, როცა დიდი უბედურებებია მოსალოდნელი. აი მაგალითად თქვენ რო სანამ ჩამოხვიდოდითო ევროპელებიო, მანამდეო ერთი წლით ადრეო ისო გვაფრთხილებდაო. მანამდე კიდეო აი ეპიდემიები ან რაღაცა დიდი ომები თუ იყო, თქვათ მოსალოდნელიო დიდი სისხლისღვრელი, მაშინ ჩნდებოდაო. და სხვადასხვა ძალიან საინტერესო რამ არის, რომ ეს დოკუმენტირებულია. როდესაც ეს ცნობა ჩნდებოდა, რომ ფარვანა ვიღაცამ დაინახა და უკვე ათეულობით ადამიანი ხედავს მას, ღამით, როგორც წესი გზაზე და როგორც წესი აი TNT ზონასთან. ანუ იქ სადაც აი ეს ასაფეთქებელი ნივთიერებები მზადდება. და უკვე შაუნების შამანის ნაამბობმა უფრო მეტი შიში დათესა. ქალაქში ხშირად ითიშება დენი, რაც აქამდე არ მომხდარა. ასევე რაღაცა სიხშირეებზე ხმები, უცნაური ხმები ისმის და უცნაური გამოსახულებები ჩნდება ტელევიზორში. მანქანები ითიშება, აკუმულატორები უცებ უჯდებათ. და ასეთი უცნაური რამეები და პლუს რამდენჯერმე ქალაქში შენიშნეს შავებში ჩაცმული მამაკაცები შავებში, რომლებიც რაღაც საიდუმლო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ, როგორც ჩანს, რომლებმაც დაკითხეს თვითმხილველები. ხალხი პანიკაშია, ნაწილი თვალშორის ტოვებს კიდეც Point Pleasant-ს, იმიტომ რომ სერიოზულად აღიქვამენ ამ ყველაფერს და მართლა ძალიან აი დაელექტროებულია თითქოს მდგომარეობა ქალაქში. ყველა თulis რომ ყველა საშიში ზონა არის TNT ზონა. ანუ ის ადგილი, სადაც შეიძლება აფეთქება, პოტენციურად შეიძლება აფეთქება მოყვეს. ამ დროს სხვა ადგილას გაისვრის. 15 დეკემბერს Silver Bridge-ზე, ოჰაიოზე გადებულ დიდ დაკიდებულ ხიდზე წარმოიქმნება საცობი. საღამოს 9 საათია. ხიდი გადატენილია გაჩერებული მანქანებით და ამ დროს ისმის თითქოს აი რაღაც დიდი სიმი გაწყდაო. აი ესეთი ხმა და ერთ-ერთ მანქანას ეცემა ფოლადის ტროსი, რომლითაც ხიდი არის დაკიდებული ბურჯზე. ხიდი გადაიხრება. ადამიანები მიხვდებიან, რომ ისე არ მიდის საქმე როგორც უნდა იყოს, გამოვლენ მანქანებიდან და გარბიან ხმელეთისკენ. მაგრამ ხიდი იწყებს დაშლას. წყდება მეორე ტროსი, მესამე და ათეულობით მანქანა გადაცვირდება წყალში, ათეულობით ადამიანი გადაცვირდება გაყინულ წყალში, ოჰაიოს მდინარეში და საბოლოოდ გაირკვევა, რომ 32 მანქანაა ჩავარდნილი წყალში და 46 ადამიანი დაიღუპა. ეს დღე იყო და ეს ადამიანი ფარვანა აღარავის უნახავს და Point Pleasant-მა აი ესეთი დიდი მსხვერპლი მიიღო. მიიღო, რა თქმა უნდა, ტექნიკური წუნისგან, რომელიც შემდეგვე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხიდი როდესაც ჩაბარდა, იქ ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, რომ ტროსის დამჭერი ერთ-ერთი კაუჭი არის გაბზარული და ის აუცილებლად გამოსაცვლელია. მაგრამ ქალაქის მესვეურებმა, რა თქმა უნდა, ყურად არ იღეს ეს ამბავი, შემდეგ დაავიწყდათ და აი 50 წელი ამ გაბზარულმა კაუჭმა იმუშავა, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც მასზე ძალიან ბევრი ადამიანი და ბევრი მანქანა მოგროვდა, ვეღარ გაუძლო, გაწყდა და უკვე ამან გამოიწვია ნგრევა და ამხელა მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ხალხს უფრო აწყობდა, რომ ადამიანი ფარვანა დაედანაშაულებინა ამ ამბავში და სხვა შორის მართლაც აი ძალიან უცნაური ამბავი მოხდა.
ამ დღის მერე უკვე შეწყდა მის შესახებ ყველანაირი ისტორია, ანუ აღარ გამოჩენილა ეს არსება. აპალაჩების მითოლოგია, როგორც ნებისმიერი მთიანი რეგიონის მითოლოგია, რა თქმა უნდა, ამით არ შემოისაზღვრება, იგი უფრო გაცილებით მდიდარია, მაგრამ ეხლა ამაზე არ გვაქვს ჩვენ საუბარი, უკვე უნდა გადავიდეთ იმ ისტორიებზე, რომლებიც დოკუმენტირებულია, როგორც გითხარით. და განვაგრძოთ კრისტოფერ მილსის ესეთ უცნაური გაუჩინარების ისტორიის გაგრძელებით. როგორც მიხვდით, აი ეს ხეზე დალაგებული ერთგვარი პერფორმანსი ძვლებისგან გახლდათ, როდესაც უკვე ჩაატარეს ანალიზი, კბილები შეისწავლეს და თავის ქალა კარგად იყო შენახული, დადგინდა რომ იგი ეკუთვნოდა კრისტოფერ მილს.